სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. სანამ ქადაგებას შეუდგებოდე, როგორც ტაძრის წინამძღვარი და თქვენი მოძღვარი, მეგობარი და მასწავლებელი, მინდა ჩემს შენიშვნაზე გავაკეთო კომენტარი. შუა წირვის დროს სახარების კითხვას რო ვაპირებდი, ერთ ახალგაზრდას მივეცი შენიშვნა, რომ მაისური ქონდა წელს ზევით მოხვეული. მე იმ ახალგაზრდაზე კი არ გავბრაზდი და გავნაწყენდი. მე გამიკვირდა თქვენგან, რომ ამდენ ხალხში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ ეთქვა, რომ შვილო, ესე არ არის სწორი ფორმა, მოიხსენი ეს მაისური ტაძარში ბრძანდები. და ძალიან მიკვირს, როცა ადამიანები წლები დადიან ეკლესიაში სპორტულებით, ბოტასებით და ისეთ ფორმაში, როგორ ფორმაშიც ისინი არც ქორწილში წავიდოდნენ, არც დაბადების დღეზე და არც წვეულებაზე. მე მინდა იგრძნოთ ჩემო ძვირფასებო, რომ ტაძარში ბრძანდებით. ტაძარი ეს გახლავთ ზეცა დედამიწაზე და წირვაზე იმხელა მადლი არის და უნდა შეიგრძნო, როგორც ჩვენი მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ წირვის მერე, რომ მტვერი შეიძლება რომ მოხვეტო და იმ მტვერს იამბორო. ასეთი მადლია წირვაზე ტაძარში და თუ ადამიანმა წირვა ლოცვაზე ვერ ისწავლა ჩაცმა, დახურვა, მიხრა, მოხრა, ქცევის წესები, ის ერში რა მდგომარეობაში იქნება, თქვენ წარმოიდგინეთო. ბოლო ჟამსოერიო იქნებაო, ბერი იქნება ვითარცა ერი და ერი იქნება ვითარცა ეშმაკი. და მე თქვენ გონი თქვენ ამას უკვე აშკარად ხედავთ. აი ამიტომ სანამ ქადაგებას დავიწყებდეს პატარა გადახვევა გავაკეთე, რომ ის ჭაბუკი ახლა აქ აღარ დგა, შეიძლება განაწყენდა, მაგრამ მე მას არ მივეცი შენიშვნა, მე თქვენ მოგეცით შენიშვნა. იმდენად სიყვარულით უნდა უთხრა, აი დედიკო, მამიკო, ძამიკო, შვილიკო, გაჩერდი რა, ნუ დადიხარ, ნუ საუბრობ რა. მაგრამ სამწუხაროდ ეს აღქმა სადავართ ჯერ კიდევ სამწუხაროდ ძალიან შორს არის ჩვენგან. უყურეთ, თქვენ იყავით ნიკოლოზობას თქვათ, ხო? და კვირა მოდის და არ გინდა, ხო ვიყავი, ხო ვეზიარე. სნეულებაშია შვილო შენი სული, როცა უკვე გეზარება, რომ კიდე რო წახვიდე წირვაზე. ქადაგებას არ ელოდები, ჯვარზე ამბორს არ ელოდები, ეზიარე და გარბი ხარ. ცუდად არის შენი საქმე. უკვე ეშმაკის დაკრულზე დადიხარ და სადღაცას მიგარბევინებს. მაგრამ თუ ნიკოლოზობაზაც იყავი, შაბათსაც იყავი და კვირასაც გინდა რომ მოხვიდე და სულ გინდა რომ ეღუღუნო ღმერთს, ესე იგი კარგად არის შენი საქმე. ტაძრიდან წასვლა რომ არ გეჩქარება და გინდა რომ მოძღვარმა, გალობლებმა, წიგნის კითხველმა ბევრი მარგალიტები გადმოგცეს, ესე იგი კარგად არის შენი საქმე. გთხოვთ ეს დაუკვირდით ამას შემოკარგებო. ტაძარში როგორც იქცევით, ისეთები ბრძანდებით. და თუ არ ვიქცევით კარგად, მაშინ საგანგაშოდ ყოფილა საქმე. მაგრამ მე ხო ვალდებული ვარ გითხრათ, იმედია არ გეწყინებათ. ამის მერე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიხედეთ, მოხედეთ, მეგობრულად, სიყვარულით, დედობრივი და მამობრივი გზნობით ერთმანეთს შეგიძლიათ უთხრათ, რომ აი მოდი ქადაგება იწყება, შემოდი, დადექი, ნუ დადიხარ აკეთექით, ხელი მეშლება რა ჩემოკარგო. ხო მოხვედი წირვაზე, მოდი რა მამაოს მოусმინოთ რა. მოდი რა მგალობლებს მოусმინოთ, მოდი რა წიგნის კითხველს მოусმინოთ, მოდი ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ, თვალებში ჩაგიხედიათ ერთმანეთისთვის, სათქცალია ჩვენ ამისთვის, ჩვენ მარტო სხვა რაღაცებს ვაკვირდებით აქ რა როგორ არის. დილოცავთ ჩემო ძვირფასებო, დღეს გახლავთ პირველი კეთილმსახური მეფის, ანუ პირველი მართლმადიდებელი მეფის და დედოფლის მირიანი და ნანას ხსენების დღე გახლავთ, ყველა მირიანს და ყველა ნანას, თუ თქვენი ნებართვაც იქნება, განსაკუთრებით ქალბატონ ნანას, ბაკურგულუას მეუღლეს მინდა მიულოცო ეს დღე და ჩვენ სტიქაროსანს, მირიანს მინდა მიულოცო ცინცაძეს ეს დღე და მათ განსაკუთრებით მინდა რომ წყალობდეთ ეს დიდებული მეფე და დედოფალი. რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგანს. და რჩევას გაძლევთ, რომ სახლში რომ მიბრძანდებით, ქართლის ცხოვრებას გადაავლეთ თვალი შვილებთან ერთად და თქვენ შვილებს მოუყევით რა მოხდა თხოთის მთაზე, როგორ მოექცა ნანა, როგორ მოექცა მირიანი. ძალიან ბევრი პარალელებია სახარებაში და სამოციქულოში,
პავლე მოციქულთან და სხვა დედოფალთან და ასე შემდეგ. უბრალოდ ამაზე აღარ მინდა რომ მე ბევრი ვისაუბრო, დრო ძალიან ძვირფასია და თქვენი სასმენელიც ვატყობ რომ ხანდახან ვერ იტევს ბევრ გალობას, ბევრ კითხვას, ბევრ ლოცვას და ბევრ ქადაგებას და ამიტომ ყოველთვის მე ვცდილობ რომ შემოკლებულად და უფრო ესე მარტივად ვიქადაგოთ. დღეს ყველაზე საინტერესო გახლავთ ის რომ დღეს არის პირველი მსოფლიო კრების მამების ხსენება. 318 მამის ხსენება. ჩვენ ადრე ბევრჯერ გვისაუბრია კრებებზე, მაგრამ ზოგადად ვინც ახალია და თქვათ არა აქვს მოსმენილი, იცოდეთ რომ როდესაც იესო ქრისტემ განუცხადა თავისი თავი, უпростоრედ სულიწმინდამ განუცხადა პეტრე მოციქულს, ვინა ვარო მე, ეკითხება ქრისტე მოციქულებს. ზოგმა უთხრა იერემია ხარო, ზოგმა უთხრა ესაია ხარო და თქვენ რას ამბობთო, ვინა ვარო მე? წამოხტა პეტრე, ესეთი მკვირცხლი კაცი იყო პეტრე, ფიცხი კაცი იყო და უთხრა, შენ ახარ ძეხვთვისა, ცხოველისა. გთხოვთ რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ, ამ სიტყვებზე, პეტრეზე კი არა, აი ამ სიტყვებზე არის ეკლესია დაფუძნებული. და შიაქო უთხრა რომ ბარ იონა, ანუ შენ ახარ მტრედის შვილი, ბარ არის შვილი და მტრედი არის იონა. ანუ ეს სიტყვებიო შენ სულიწმინდამ გამოგიცხადაო, ანუ ადამიანი არის ჭურჭელი, თუ სულიწმინდას გაუღებს კარებს, სულიწმინდა იქნება ადამიანში, თუ არაწმინდა სულს გაუღებს, არაწმინდა სული იქნება ადამიანში. იგივე პეტრე ცოტა ხნის შემდეგ ეტყვის, როდესაც ქრისტე იწყებს საუბარს, რომ ძეკაცისა გაეკრება ჯვარზე, იერუსალიმში აწამებენ, იგივე კაცი, რომელიც სულიწმინდით მეტყველებდა, ამეტყველდება არაწმინდა სულით და ეტყვის, რომ გაუფრთხილდი შენ თავს. არ გააკეთო ეგ, წარმოგიდგენიათ რამხელა მკრეხელობა, თუმცა ერთი შეხედვით ცუდი ამაში რა არის, რომ შენ მოძღვარს უთხრა, რომ გაუფრთხილდი, არ მინდა რომ შენ დაიტანჯო, მაგრამ აქ უმეცრებასთან აქვს საქმე, რომ არ იცის რომ მაცხოვრის ჯვარცმით რა უნდა მოხდეს. აი ამ სიტყვების შემდეგ იესო ქრისტე ანუ გეშებს მოციქულებს და ჩვენ. კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ ერეოდიან. ეს არის სიტყვები, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა დავიმახსოვროთ. და ნუ შეგეშინდებათ, ნუ რასოდეს, ნუ რაფრის. პირველი 3 საუკუნე იყო ტანჯვა, იყო კოლეზიუმი, იყო ჯვარცმა, იყო ცეცხლში დაწვა, იყო თუ კი რამე უბედურება შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, რომ ადამიანი აწამოს ქრისტეს გულისთვის, სულ 10 დევნა იყო ეკლესიაში. და უკვე მე-4 საუკუნეში დაიმახსოვრეთ 313 წელს კონსტანტინე დიდი იმპერატორი გამოსცემს მილანის ედიქტს, რომ უკვე შეწყდეს დევნა ქრისტიანების და კვირადღე გამოცხადდეს დასვენების დღეთ, ოჯახის უფროს დაეკითხნონ ოჯახის წევრები მათი მომავალი ბედის შესახებ და ძალიან საინტერესო ედიქტია გამოცემული და სთხოვა რომ დეოკლეტიანეს მოსულიყო. დეოკლეტიანე წმინდა გიორგი რო აწამა, ისიც კი მოიწვია რომ მოაწერეო ხელი, იმდენად დიდი ბრძანება იყო მილანის ედიქტი და არ მოვიდა დეოკლეტიანე, სიბერე მოიმიზეზა. ალბათ სინდისმა შეაწუხა. ეს ყველაფერი იწყება აქედან. როგორც კი დაცხრა იმპერიაში ბრძოლა, ასე თქვათ, ეკლესიასთან, წამებით და ჯვარცმით და კოლეზიუმში მხეცების კბილებით დაგლეჯვით, უკვე ეშმაკი რის ეშმაკია, რომ მან ნიღაბი შეიცვალა და ახლა უკვე სხვა ნიღაბი გაიკეთა და ალექსანდრიის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე ალექსანდრიელი დაინიშნა ეპისკოპოსად და მას ესეთი წესი ჰქონდა, რომ თავის პრესვიტერებს, ყველა ეპარქიას თავისი პრესვიტერი ყავდა და ბაუკალის ეკლესიის პრესვიტერი იყო ვინმე არიოზი, წარმოშობით ლიბიელი, თუმცა ოდესღაც მწვალებლობიდან ახლად მოქცეული. ეს უკვე შეცდომაა. მწვალებლობიდან ახლად მოქცეული ადამიანის ხელდასხმა ხირიტონია არ შეიძლება. ეს უკვე იყო დარღვევა. ოღონდ ეს ალექსანდრეს არ გაუკეთებია, ეს გააკეთა აქილა ალექსანდრიელმა, ანუ ნააჩქარევად დაასხა ხელი ამ პიროვნებას. და რადგანაც პიროვნული შურიდან გამომდინარე ხას უსვავ, მას უნდოდა ძალიან განათლებული კაცი იყო, მას უნდოდა ალექსანდრიის ეპისკოპოსობა და დაინახა, რომ ალექსანდრე გახდა
ალექსანდრიის ეპისკოპოსი და ერთხელაც საუბრის დროს ალექსანდრეს ესეთი ჩვევა ჰქონდა თავის პრესვიტერებს ძალიან კარგი ჩვევა ესაუბრებოდა და უთხრა რომ სამებაზე იყო საუბარი, სამი არის ერთი და ერთი არის სამი. ესე მარტივად და ლაკონურად უთხრა. შეიჭმუხნა შუბლი არიოზმა და საბელიანიზმში დასდო ბრალი ალექსანდრეს. საბელი იყო ესეთი პიროვნება, საბელიოზი, რომელიც ამბობდა, რომ ღმერთი არის ერთარსება, ერთპიროვანი და მას სამი, ასე ვთქვათ, ნიღაბი აქვსო სახეზე. ერთი პიროვნება, ოღონდ სამი ნიღბითო. ჩვენ რას ვაღიარებთ? ერთარსება, სამპიროვანი ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა. მაშინვე განუმარტა ალექსანდრემ, რომ ეს ასე არ არის და შენ ვერ გაიგე მე რა ვთქვი და უთხრა რომ იესო ქრისტე იგივე ერთარსი ღმერთია და სულიწმინდა როგორც მამა. ანუ homo ousios ეს სიტყვაც გთხოვთ რომ დაიმახსოვროთ, ანუ ერთარსია მამისა. არიოზმა ეს სწავლება არ მიიღო და დაიწყო აქედან რაც უნდა დაწყებილიყო. მოკლედ ძალიან მოედო ეს ცრუ სწავლება. არიოზი ამბობდა რომ ქრისტე არის ქმნილება, ქმნილებათა შორის პირველი და იყო დრო რომ ქრისტე არ იყო. ეს უკვე არის გაუგონარი მკრეხელობა, რა თქმა უნდა მას განუმარტეს, მაგრამ არა. ახლა ხო ხვდებით სიამაყე, ცოდნა, ამპარტავნება, როგორ აწუხებს ხანდახან ადამიანს და ადგილობრივ ეკლესიის მესამედი, კარგად დაუკვირდით, მესამედი მიემხრო არიოზს. არიოზი ლექსებით, რაღაცა პოემებით და თავისი სიმღერებით ავრცელებდა აი ამ ცრუ სწავლებას ქრისტეს შესახებ. იმპერატორმა ეს ყველაფერი რომ დაინახა, ძალიან შეწუხდა კონსტანტინე დიდი, იმიტომ რომ სანამ მილანის ედიქტი გამოცხადდებოდა, მანამდე დაამარცხა ლუკინიოსი, მისი სიძე, რომელიც მას იმპერატორობაში ეცილებოდა. და მოგესწრებათ, რომ ჯვარი გამოსახა უფლის გამოცხადებით თავის ჯარის შეიარაღების მუზარადებზე და ფარებზე და დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ იმპერია გაყოფილი არ იყო, კონსტანტინოპოლი ჯერ არ არსებობდა, როგორც ასეთი და დაამყარა მშვიდობა იმპერიაში. მაგრამ ხედავს კაცო, რომ იარაღი დაამყარა მშვიდობა იმპერიაში, მაგრამ ეკლესიაში არის შფოთი. ნახეთ როგორი თავდაბალია, ეხვეწება მამებს, ეხვეწება ეპისკოპოსებს, რომ დამიბრუნეთ ის მშვიდი ღამეები და ის მშვიდი დღეები. ძლივს დავამყარე მშვიდობა ქვეყანაში და ეკლესიაში, რატო ასეთი შფოთი? მან ესპანელ სასულიერო პირს, ოსიოს კორდუბელს თხოვა, რომ ეს საკითხი შეესწავლა. ძალიან განათლებული იყო ოსია კორდუბელი და უთხრა რომ აბა შეისწავლე. ჩამოვიდა ოსია კორდუბელი, მოიარა თელი ეპარქია და ჩაიტანა ამბავი, რომ ძალიან რთულად არის საქმე, ძალიან ბევრი ადამიანია უკვე ამ წვალებლობაში გარეული და ამისთვის საჭიროა სოფლიო კრება. ესე იგი, ქვეყანაში რომ მშვიდობა იყოს, ჩემო ძვირფასებო, ეკლესიაში უნდა იყოს მშვიდობა. თუ ეკლესიაში მშვიდობა არ იქნება, ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება და რაც დიდია შფოთი და დიდია სენი და სნეულება, დიდი სალბუნი არის საჭირო. ანუ წამალი, მალამო, რომელსაც უკვე აგერ პირველი სოფლიო კრების მოწვევა გახდა ამისთვის და 318 მამა ესწრება ამ კრებას. მეოთხე საუკუნეში 325 წელს ნიკიაში გაიმართა ეს კრება. კრებას თავმჯდომარეობს ოსია კორდუბელი, ათანასე დიდი, რომელიც დიაკვნის ხარისხშია, მან ესე ტექნიკური მხარე მოაგვარა, ესე ადმინისტრაციული მხარე მოაგვარა, ალექსანდრე ალექსანდრიელი და ჩვენი წმინდა ნიკოლოზ. ესეთი გარდამოცემა არსებობს და სპირიდონ ტრიუმფუნტელი და კიდევ უამრავი ძალიან ღირსეული მამა და მოძღვარი. რა თქმა უნდა, იქ ძალიან მარტივად დაგმეს არიანელობა, ეს არასწორი სწავლება, მაგრამ ესე სარეველა რომ ესე მალე მოთხარო, ესე მარტივი არ არის. თითქოს დაემორჩილა კრების განგებულებას და ძალიან საინტერესო წერილი არსებობს,
ესეთი მზაკრული წერილი არიოზის, რომელმაც მიწერა იმპერატორს, რომ ჩემი ბრალი არ არისო, შეცდომაში შემიყვანაო, ალექსანდრემო და ათანასემო, ათანასეს ვერ იტანდა, ათანასე დიდს, რომელიც ძალიან განათლებული იყო და მან პირველმა ეკლესიის ისტორიაში დაწერა შრომა, ძალიან სქელტანიანი შრომა იესო ქრისტეს განკაცების შესახებ, ღვთაებრიობის შესახებ. ყველა დიდი შრომა ეკლესიაში შეიქმნა ზუსტად აი მწვალებლობასთან შერკინების პერიოდში. ეს შემთხვევით არ ხდება. მოკლედ თითქოს ჩვენ გვესმის ყველაფერი, არაფერი ჩვენ როგორ გეკადრებათ. აქავე ძალიან დიდი როლი ითამაშა ევსევი ნიკომიდიელის წერილმა ალექსანდრე ალექსანდრიელთან, რომ თითქოს ეს ნიკომიდია იყო ელიტალური ეპარქია, ესეთი გამოჩენილი და მდიდარი ხალხი ცხოვრობდა და იქაურ ეპისკოპოსს ცოტა ისეთი თავისთავად დიდი წარმოდგენა ჰქონდა და ჭკვაზე არიგებს ალექსანდრე ალექსანდრიელს და ეუბნება ასეთ რამეს, რომ თქვენო შეგეშალათო, არიოზიო, არ არისო მწვალებელიო, ეს ეკლესიის ერთგული ადამიანიაო და თქვენო შეცდომითო აბრალებთ მაგასო მწვალებლობასო. მოკლედ, თავის მართლებით და რაღაცა იქედნური, მსახიობური და მელაკუდური რაღაცეებით თითქოს გაიმართლეს თავი, მაგრამ არა. მოგეხსენებათ, ღრიანკალი არ სწორად არ იulis და კუზი მისი არ გამთლიანდება არასოდეს. და ეს სწავლებლობა კიდევ გავრცელდა და ამისთვის კიდევ მეორე კრება გახდა საჭირო და უამრავი ქადაგება და უამრავი შრომა. ეს ძალიან მოკლედ თქვენ რომ იცოდეთ ჩემო ძვირფასებო და იცოდეთ რომ არიანული ერესი დღეს ფეხს იკიდებს კიდევ და ეგრეთ წოდებული იეჰოვას მოწმეები სხვა არავინ არ არიან თუ არა ზუსტად არიანელები იგივეს ამბობენ ისინიც. და ჩვენ მე მინდა უბრალოდ ეს არასდროს არ გამიკეთებია და თუნებას მომცემთ ზუსტად აი ეს პირველი 7 მუხლი სარწმუნოების სიმბოლოსი იქნა მიღებული პირველ სოფლიო კრებაზე და ის რომ აღდგომა უნდა ვიზეიმოთ სავსე მთვარის შემდეგ ერთი კვირის მერე ზუსტად პირველ კრებაზე არის მიღებული. ანუ დოგმატის დონე არის და არ შეიძლება ამისი გადატანა, გადმოტანა და ჩვენ წკვაზე ამ ყველაფრის დალაგება. აი ამიტომ მე რჩევას გადლევთ, კურთხევას გადლევთ, რომ სარწმუნოების სიმბოლო რწამსი იცოდეთ ზეპირად და ზოგადი შინაარსიც. ნათლისღების საიდუმლოება არ აღესრულება წამსის გარეშე, ზიარება, ანუ წირვაზე წამსი იგალობება, აქავე დავძენ რომ მეხუთე საუკუნეში 485 წელს შევიდა წამსი ლიტურგიაში და მას შემდეგ უკვე წამსი იგალობება დილის ლოცვებში. ვიცი რომ რაღაც ყურში ხვდებათ, მაგრამ ვიღაცამ რო გითხრათ რომ აბა წამსი მითხარი, იბნევით ხოლმე, ხო, ესე და წავიკითხავ. კი ბატონო, წაიკითხე, მაგრამ ადრე პირველ, მეორე, მესამე საუკუნეში მოურწმუნე და ურწმუნოს განასხვავებდნენ წამსი იცოდა თუ არა. თქვენ რო ვიღაცა გაგაჩერებთ და გეტყვით რომ აბა წამსი მითხარი, აბა რა გწამს? შეიძლება დავიბნეთ, ხო? აი ამიტომ პირველივე მუხლი, პირველივე წევრი ქვია, ნახეთ რა საინტერესოა, პირველი წევრი, ასე გამოითქმის წამს ერთი ღმერთი, მამაყოლის სამყრობელი, შემომქმედიცათა და ქვეყანისა ხილულთა და არახილულთა. აი ბიბლიის შესაქმე ფაქტიურად პირველივე მუხლში, ანუ ერთი ღმერთი გწამს, არ შეიძლება ღმერთი იყოს 2 და 3, ერთმანეთს უკვე დაჩდილავენ. სრულყოფილება, ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს 4, 5 და 6. ამიტომ კაფიოთ ხაზგასმით. ღმერთი არის ერთი და ქვია მას მამა, იმიტომ რომ არის წყარო სიყვარულისა და მან შექმნა უხილავი და ხილული სამყარო, ანუ ანგელოზები და ადამიანები. და უკვე პირდაპირ მეორევე მუხლიდან იწყება სწავლება და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძეხვთვისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ერთი არის უფალი იესო ქრისტე, ანუ უფალია, ანუ იგივე ღმერთია და ის არის ჭეშმარიტი ღმერთი. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და არა შობილი და არა ქმნილი. ანუ შობილებასა და ქმნილებას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. ამას წმინდა მამები ყურადღებას არ აქცევდნენ. ეწერა ღენემა, ბერძნულად ღენემა ნიშნავს ქმნილებას, მაგრამ ღენემა 2 ღ უკვე ნიშნავს შობილებას. აი ამიტომ
ჩაასწორეს მერე, უпростоრეთ გარკვევი დაწერეს, რომ შობილი და არა ქმნილი. აი აქავე პირდაპირ მეორე მუხში გვიწერია შობილი და არა ქმნილი. ორი შობილება არსებობს. ერთი უწინარე საუკუნეთა, იმიტომ რომ ძე მამისაგან შობილია მარადისობაში, აი ძალიან მარტივად რომ დაუმტკიცოთ ნებისმიერ სექტანტს. გეუბნებათ რომ ღმერთი არ არის ქრისტე და არ არის შობილი მამისაგან, ხო? მამა ღმერთი არ იცვლება, არასოდეს მამა ღმერთი, ყოველთვის მამა ღმერთია. და თუ მამა ღმერთი ყოველთვის მამა ღმერთია, ვისი მამა არის? ვისი მამა არის თუ მერე შეეძინა ძე? აბა ადრე ვისი მამა იყო? ანუ როდიდან იყო მამა, იქიდან არის ძეც. უწინარე საუკუნეთან ისე რომ მარადიულობაში ქრისტე არის შობილი მამისაგან და ჩვენი ცხონებისათვის უკვე მესამე მუხლი, რომელიც ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენი ცხონებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა, ქალწულისაგან მარიამისა განკაცნა. ესეც სოფლიო კრებაზე მიიღეს დოგმატი, რომ ქალწული მარიამისაგან განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის იესო ქრისტე. ანუ ერთი შობილია მარადისობაში და დროში იშვა ქალწულ მარიამისაგან. და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე, ევნო და დაეფლა. ნებისმიერ, ამაზე მე ცალკე ხადაგებას ვამზადებ, ეხლა არ არის ამის დრო, ნებისმიერ რელიგიაზე ჭეშმარიტი რო არის ქრისტიანობა, დაუმტკიცებ იმით, რომ იესო ქრისტე იყო ისტორიული პიროვნება და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს და ამისი უამრავი საბუთი არსებობს. ძალიან საინტერესოა და ვეცდები რომ ერთ-ერთ ხადაგებაში ეს აგიხსნათ, ისტორიული პიროვნულობით გიმტკიცებთ, რომ ქრისტე ნამდვილად იყო, ნახსენებია პროკურატორი, ანუ პილატე, პონტოელი, ნახსენებია იმპერატორი და მასზე საუბრობენ რომაელი და ებრაელი ისტორიკოსები. ჰომეროსზე და სოკრატეზე 2 და 3 ისტორიკოსი საუბრობს და ქრისტეზე საუბრობს 7 და 8 წერალი. ჰომეროსის არსებობაში ეჭვი არავის არ ეპარება, არც სოკრატესი, და ამას 2 ისტორიკოსი ყავთ და ჩამწერი. და მას ხოვარზე საუბრობს და მოციქულებს თავი დავანებოთ უამრავი რომაელი თუ ბერძენი თუ ასე ვთქვათ ებრაელი ისტორიკოსი. ხა ჯვარცმაზე აღარ გვინდათ ბევრი საუბარი, იცით რომ ჯვარცმით მოხდა ჩვენი გამოხსნა. დაახსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. ანუ წმინდა წერილში მკაფიოდ და გარკვევი წერია, რომ ქრისტე აღდგა მსგავსად წერილისა. ამას ჯერ კიდევ ეზეკიელი ამბობს და იონას წინასწარმეტყველება ამბობს და მთელი ძველი აღთქმა საუბრობს ქრისტეზე. ამას დავით მეფსალმუნი ამბობს და ყველა დიდი წინასწარმეტყველი. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. ეს რას ნიშნავს? რაში ჭირდება ქრისტეს? მარჯვნივ ჯდომა. როგორ ღმერთს მარჯვენა და მარცხენა აქვს? ესე იგი არა შემოწერილი ყოფილა ჩვენი ღმერთი, არა. არ შეიძლება რომ ღმერთს ჰქონდეს მარჯვენა, მარცხენა, სიმაღლე, თვალები, ყურები. ეს ჩვენთვის გასაგებად წერია. ეს ჩვენთვის გასაგებად წერია უბრალოდ. უნდა ვიცოდეთ რომ მარჯვენით მამისა განმარჯვება, გაგიმარჯოს. ქართველები ამას არავინ არ ამბობს, მარტო ჩვენ ვამბობთ, იმიტომ რომ ქრისტიანული ერი ვართ. გაგიმარჯოს, ანუ მარჯვენით მამისას ყოფნას გისურვებ. ანუ ქრისტე ადამიანის დაცემული, დაზიანებული ბუნება აღამაღლა მარჯვენით მამისა. და ყველა მართმორწმუნე ქრისტიანი თუ იცხოვრებს ქრისტეს მცნებების მიხედვით, მარჯვენით მამისა იქნება ამაღლებული და ჩვენ ამას ყოველ დილით ვამბობთ, რომ კარგად გვახსოვდეს. და კვლავაც მომავალ არს დიდებით განშთა ცხოველთა და მკვდართა, რომლისას უფევისა არ არის დასასრული. ეხლა უყურეთ თქვენ. ძალიან ბევრი ადამიანი ხადაგებს, მეორეთ მოსვლა იქნება, ზოგი ამბობს რომ უკვე იყო და ასე შემდეგ. თუ ჩვენ გვწამს რომ პირველი მოსვლა იყო, ოღონდ პირველი მოსვლა იყო თავდაბლობით, მონური გამომხატველი, ხო, ურტყეს, გვემეს, ანერწყვეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ხმას არ იღებდა, მაგრამ მეორეთ მოსვლა თავისი ნიშნებით გამოირჩევა და უკვე დიდებით მოდის, როგორც პანტოკრატორი, აი მაღლა როცა როგორ არის გამოსახული ღვთისმშობლის კალთაში დაბრძანებული, უკვე როგორც პანტოკრატორი, ყოვლის მყრობელი, ყოვლის შემძლე ღმერთი, ყოველთვის კონქში არის გამოსახული ქრისტე. გასაგებია, ხო?
უკვე განსჭა ცხოველთა და მკვდართა, იქნება საშინელი სამსჯავრო და ასე. უკვე მერვე მუხლი, მერვე წევრი ეს დასრულდა. მამა ღმერთზე ერთი მუხლია, იესო ქრისტეზე დანარჩენი მუხლებია, 5 მუხლი და აი უკვე შემდეგი არის დასული წმინდა უფალი და ცხოველს მყოფელი, რომელიც მამისაგან გამოვალს, კათოლიკებმა დაამატეს, რომ ძისაგანაცო და უკვე ამით დოგმატი დაამახინჯეს, რომელიც იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ესე იგი, სული წმინდაც უფალია და ცხოველს მყოფელობა მარტო ღმერთის თვისება არის, ადამიანს არ შეუძლია ცხოველს მყოფელობა, რომელიც მამისაგან გამოვარს და თვითქოს კათოლიკებმა დაამატეს იმიტომ, რომ ამით უფრო განამტკიცეს მამა ღმერთის სწავლება. არასწორია, იმიტომ რომ თითქოს მამა ღმერთი არ იყოს საკმარისი, რომ სული წმინდა გამოვიდეს და ძისაგანაც დაამატეს. ჩვენი ღმერთი არის თვითკმარი ღმერთი. მას დახმარება არ ჭირდება. მას რაღაცა შე რო გააძლიერო არ ჭირდება, გესმით? ამით უკვე ზედმეტი მოუვიდათ, ამით დოგმატში უკვე ზედმეტობა და ნაკლებობა არის უკვე ერესი. ანუ მერვე მუხლი ჩვენ გვასწავლის, რომ სული წმინდას იგივე უფალია, ოღონდ არავითარი სუბორდინაცია მათ შორის არ არსებობს. სამება არის ერთი, მათი პიროვნული თვისებებია, გვამოვნებითი თვისებებია, ჰიპოსტასური თვისებებია, რომ იესო ქრისტე, მამა ღმერთი არის უშობელი, ძე არის შობილი და სული წმინდა არის გამომავალი. მეტი სხვაობა არ არსებობს. ერთი წმინდა, უყურეთ, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აი ეს 4 თვისება თუ არა აქვს ეკლესიას, აი ეს 4 სწავლება, ის ეკლესია არ არის. ეკლესია არის ერთი, რადგან კიდობანი იყო ერთი, იესო ქრისტე არის ერთი და მას აქვს ერთი სხეული. ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული. სამოციქულო უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ხელი დაასხა მოციქულებს. ეხლა არ ვიცი, ბიჭუნები, ბავშვები გამოდიან და რაღაც ისულელებს გადაგებენ, არ მინდა ეხლა იმათი დასახელება, სირცხვილია ამბიონს ამით მე ვერ შეურაცხყოფ. სირცხვილია ნამდვილად, რომ საწერია იერარქია, საწერია სასულიერო პირებზე თურმე, საწერია წოდების მიტევება რო ყდელს გადასცა, ძალიან ბევრგან წერია, ჩემოკარგებო, ეხლა ამით თქვენ პირდაპირ დაასხა ხელი ამაღლებამდე და მიჰბერა სული წმინდა და უთხრა, ვისაც მიუტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ, იმდენად ცხადად წერია, ეხლა ამაზე მე მგონი რომ აღარ არის საჭირო. ეკლესია უნდა იყოს ერთი, უნდა იყოს სამოციქულო და კათოლიკე, კათოლიკური კი არა, კათოლიკე, ანუ საყოველთაო, ქართველებისთვის, სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის, ყველასთვის. ეს არ არის ეროვნული ეკლესია, ჩემოკარგებო. ეროვნული არის იუდაიზმი. ეკლესია არის საყოველთაო. სამოციქულო და რაც თავარია ერთი. არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მოველით აღდგომასა მკვდრეთით. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი არ ელოდება აღდგომას მკვდრეთით და ეს გონია იეღოველების სარწმუნოება, რომ კაცო ეს იეღოველები რას ამბობენ, რომ აღდგომა იქნება. ხო ჩვენც მაგას ვამბობთ მეთქი, მართლაო მამაო, კი, ჩვენც აღდგომას ველოდებით, ხალხო. ჩვენც აღდგომას ველოდებით და ამიტომ არ არის სასაფლაოზე აკლდამები საჭირო. სასახლეების აშენება არ არის საჭირო, ის დროებითი სამყოფელია ჩვენი მიცვალებულების, იქ არ არის საჭირო. ასეთი რაღაც, ეს არის ურწმუნოების ნიშანი. ჯვარი და ქვა, საკმარისია. მეტი არაფერი არ არის, არც ფერადი სურათები და არც მარმარილო სვეტები იქ არ არის საჭირო. ჩვენ გარკვევით უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტე რომ აღდგა, ასევე აღდგებიან ჩვენი მიცვალებულები. ოღონდ როდესაც დაბრუნდება იესო ქრისტე, ეს წერია თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში, იქნება საყოველთაო აღდგომა. ჯერ ცოცხლები, მიცვალებულები აღდგებიან და თუ ჩვენ მაშინ ვინმე ცოცხლები ვიქნებით, ჩვენ შევიცვლებით იმ სხეულში, რომელიც სხეულიც ჰქონდა ქრისტეს აღდგომის შემდეგ და ასე შევეგებებით იესო ქრისტეს. და ცხოვრებასა მერმისა საუკუნეს არის ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით და ყველაზე გაუგებარი. მერმისი ეს არის უკვე მარადისობა. აი სამწუხაროდ ძალიან ბევრმა არ ვიცით რომ რასაც სწავლის ეკლესია მერმისზე. იყო პირველ საუკუნეში და მეორე საუკუნეში გავრცელებული ერესი ჰილიაზმი.
აპოკალიფსში წერია, რომ ქრისტე რომ აღდგებაო, 1000-სულოვანი მეუფება იქნებაო ქვეყანაზე. ჰილია ეს ნიშნავს ბერძნულად 1000. არასწორია ჩემო კარგებო და ძალიან ბევრი დიდი მამაც ემხრობოდა ამ წვალებლობას და მამების, ასე თქვა, განმარტების შემდეგ დაიგმო ეს ერეს. არავით არის 1000-სულოვანი მეუფება არ იქნება, იქნება მარადიული ტანჯვა, მერთმა ყველას გვაშოროს და იქნება მარადიული ნეტარება. თხა და მგელი ერთად ზოვდეს, როგორც ვეფხისტყაოსანი თავდება. აი ეს უკვე ახალი ცა და ახალი დედამიწა როგორი იქნება, ჩვენ ეს არ ვიცით. ეს ნახა პავლემ, მაგრამ პავლემაც ვერ აღწერა, ანახა მესამე ცაზე ვიყავიო, ატაცებულიო და ისეთი რაღაცეები ვნახეო და მესმოდაო სიტყვებიო, ადამიანის თვალებს არ შეუძლია დაიტიოსო და ყურებს არ შეუძლია რომ გაიგოსო. ისეთი ნეტარება და სიხარული ნახა პავლემ. არ ვიცი თავდაბლობითა თქვა თუ როგორა თქვა, თან თავის თავზე კი არ ამბობს, ვიციო, კაციო, ქრისტეშიო, რომელიც ატაცებული იქნაო მესამე ცამდე. და ეს უკვე პეტრე ამბობს, სადა დედამიწაო გადაივლისო, ანუ დაიწვება და იქნებაო ახალი ცა და ახალი დედამიწა. ასე არის ჩემო კარგებო, მომავალი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის თუ ჩვენი კაცობრიობის მომავალი, ჩვენ დაგვჩენია ის, რომ სარწმუნოების სიმბოლომ წამსი ვისწავლოთ, თხოვოთ შემწეობა დიდ მამებს, პირველ კრებაზე მოღვაწე მამებს, ვიყოთ თავდაბლები, ვიყოთ მოსიყვარულეები, ვიყოთ განათლებული ქრისტიანები და გქონდეს მორჩილება და სიყვარული დედა ეკლესიის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახლად ნაკურთხი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო, ყველა ეპისკოპოსი, ყველა სამღვდელო პირი და ყველა თქვენთაგანი, ვისაც გიყვართ დედა ეკლესია და ვისაც გიყვართ ჩვენი საქართველო. ჩვენთან არის ღმერთი.